რატო ავტოდაზღვევა კანადაში? ავტოდაზღვევა კანადაში საკმაოდ ძვირია. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი გაქვს მართვის მოწმობა აღებული, რამდენი წლის ხარ, საცხოვრობ, რა ტიპის ავტოფარეხი გაქვს, გარეთ აყენებ, რამდენს დადიხარ წელიწადში მანქანით. მოკლედ, ჩვენი მანქანის ღირებულება არის დაახლოებით $25,000. ეს არის ელანტრა 22 წლის ელანტრა და ბროკერმა შემირჩია საუკეთესო პირობები და ყოველთვიურად კონკრეტულად ჩემზე მაქვს საუბარი, მე ვიხდი ამ მანქანაში $306 ყოველ თვე, $306. საკმაოდ ძვირია, მაგრამ სრული cover დაფარვა აქვს და ზარალის მაქსიმალური ოდენობა არის $2 მილიონი. რაც ღირს სეტყვა, უბედური შემთხვევა, ყველაფერს მინასხაურებს. ჩემი ბრალია, არ არის ჩემი ბრალი, საერთოდ ყველაფერს მინასხაურებს. მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია დამოკიდებული კიდე ამაზე. რაც უფრო თბილ პროვინციებში მიდიხარ, დაზღვევა, ანუ ავტომატურად უფრო დაბლა მიდის, უფრო ნაკლები. ჩვენ ძალიან ცუდი ზამთარი გვაქვს და ხშირად სეტყვა არის ზაფხულშიც. ზამთარში ყინულიანობა და ძალიან ბევრი ავტო საგზაო შემთხვევა ხდება და ანუ ალბერტაში, სადაც ჩვენ ცხოვრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი დაზღვევა არის ავტომობილებზე. სახლის დაზღვევა გვიჭდება დაახლოებით, არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი $16 თუ არ ვცდები. და ავტომობილის დაზღვევა მიჭდება $306. ასე რომ welcome to Canada.